ხალხო მოგესალმებით, გეანონსებთ, რომ ბატონი ვალერი გელბახიანი გახლავთ ჩვენი სტუმარი და დამერწმუნეთ, მე მგონი ერთადერთი ესე ვთქვათ ადამიანი ბრძანდება ბატონი ვალერი ვის კონსტიტუციაზე ესე ვთქვათ მიგვანიშნებს, რომ კონსტიტუცია როდესაც ირღვევა, სახელმწიფო ინგრევა. მე არის სერიოზულ საფრთხეში არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა, კიდე კარგი მართ, მე თუ მკითხავთ ფანტასტიკურად, არისტოკრატული ისინი გვაქვს გაფიცვები მოსახლეობაზე შესახელი საბჭოთა ხელისუფლებაზე, რომ შეიძლება ესე მართვა. მოდი ამ თემებზე ვისაუბროთ. ვალერი, გაუგნებულია, ძალიან ფაქტს გეტყვი, ახლა მართა გაუგებარს. ეს არ არაობა, რომ დანიშნეს ვითომ ემადა რა ქვია, თავიანთი 99 კაცის პრეზიდენტად. ეს პარტიული პრეზიდენტი არა, სახელმწიფოს პრეზიდენტი. ახლა გადადიან ისინი თანხმდების დიდ იმაში, რომ თავიანთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც წესით მთლიანად უნდა არსებობდეს პარლამენტი, დაკომპლექტებული უნდა იყოს ოპოზიციით, რადგან ოპოზიციისგან არ არის დაკომპლექტებული, ესე იგი პრობლემა ღია არის და იმის მაგივრად, რომ ამისთვის ემფიქრად დაიწყეს ფორსირება, მთავრობას დაამტკიცებინეს ამ 99 არარაობას. ეხლა პრეზიდენტს და კანონებს ცვლიან, ვალერი. ხლა მე სულ მაგაზე მინდოდა შენთვის დეტალურად მესაუბრა და ვერ ვახერხებდი ისე საინტერესოდ საუბრო. კონსტიტუციას უნდა ლეგიტიმაცია ჰქონდეს. დეპუტატებისგან კი არა, ხალხმა რეფერენდუმზე უნდა დაამტკიცოს ეს. რომ გვინდა ესეთი კონსტიტუცია. არ ხდება ეს ჩვენთან. რამდენი წელიც არსებობს, კი მახსოვს ის 95 წელს მართა სახალხო განხილვა იყო ასობით ჟურნალისტები და მეცნიერები იჯდნენ და აანალიზებდნენ როგორ გაკეთეს იმის მიასედი აღარ დარჩა და უკვე ახარ აქცევენ ყურადღებას. თვითონ ეს კობახიძე ეს კრეტინი მართა უცბად შეცვლის რაღაცას კანონში. ფაქტიურად დაუკვირდი რა, ლოგიკა არ არსებობს ამათ იდიოტობაში. ყველა ჩიოდა რომ არც ის პირადობის ის ჰქონდათო და ნუ არც პოლიციელის ეს დამღა არ ჰქონდათ, არც ნომერი ჰქონდა და გვცემდენო როგორ გავარჩიოთ ვინ არიანო. ახლა ესენი პირიქით აკეთებენ. ჯერ თქვენ იღაბი მოიხსენითო, რა ლოგიკაა ესა? ჩვეულებრივი პირბადეროა. ზონდადი ეს ლოგიკა გასო. არ არის ლოგიკა. ხო და თავს გვახვალს ეს ბიჭი თავის ფაშისტური იმას. არა, აქეთ იზახიან ფაშისტები არიანო, თვითონ ახლა ფაშისტები. ახსენით და გელოდე. ეგრე მე მივესალმებ პირიქით აყურებელსო. ჩვენ ვიწყებთ ახლა რა თქვა კობახიძემ, რა თქვა კობახიძემ, რა თქვა და ხომ რაც თქვა ხო მე რასაც უყურებ ხო ნორმალური ადამიანები არ არიან ეს არ არიან ხო მაგას შიზოიდური გაესენიათ გარეკვა იმიტომ რომ დანიშნულებაც არიციან სახელმწიფოს რა მივედი იმ დასკვნამდე რომ ხედავ რომ არიციან დანიშნულება ჯერჯერ საჯარო სამსახური რაც დაამსგავს ეს სისტემურად ჩამოშალეს გახადეს არტიული და ნათესაური ესე ვთქვათ დასაქმების ადგილი შენ ახლა კაი შენიშვნა გააკეთე დიდი ბუდიში ეწავს რა აშკარად ნუ რეგვენი აღმოჩნდა ეს შინაგან საქმეთა მინისტრი და დაუსვეს ის თადომაზე ახლა ხვალზე გამოაცხადებენ ეს სანქციონირებული მეორე სანქციონირებული ხო და ერთი იდიოტი რაც დაამსგავსეთ სახელმწიფო შეხედეთ კაპანს და ყველაფერი სახელმწიფო დაკარგა ყველანაირი ნიშანი ფუნქციონალური სოციალური სამართლიანური ეკონომიკური ფუნქციები და ასე თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ ზედმეტს, მაგრამ წესრიგის ფუნქციაც მოშალა სახელმწიფო. ხშირია, მათ არ გააჩნიათ საერთო წესრიგი, მათ გააჩნიათ თავიანთი წესრიგი. საერთო წესრიგი არ გააჩნიათ. ახლა პოლიცია რო პარტიულ სამსახურში დგას, უკვე წესრიგის დასრულებულია. პოლიცია რომელსაც უფლება მიეცა რომ აი ქუჯაში დგახარ, გაგაჩეროს, დაგიჭიროს და მიგიყვანოს სასამართლოში და დააჯარიმეთ 2000 რატო არ დამემორჩილა რომელსაც განუკითხაობის ფარგლები აქვს მოქმედების შეზღუდული არაფერი არა აქვს ამ დროს არა და რა ვიცი ახლა როგორ გითხრათ რაღაც ბევრს ლაპარაკობენ რომ პრეზიდენტს დიპლომი არ არის მთავარი ხალხო განათლებაა მთავარი ხო ნუ ახლა როგორ გითხრათ სოკრატეს დიპლომი ქონდა ან არისტოტელეს ან ციცერონს დიპლომი ქონდა დიპლომზე არ არის აქ საქმე მე მაგალითად სოკრატეს დღემდე არ ვეთანხმები და არც პლატონს იმაში რომ ისინი ასე თვლიდნენ ამბობდნენ ძირთადებულება იყო რომ ცოდნა რაც უფრო მაღალი აქვს ადამიანს მით უფრო მაღალი აქვს ზნეობრიობა მე ზნედაცემული განათლებული ადამიანები და ცოდნი ადამიანები მინახავს ასე რომ ის პრაქტიკა პრეცედენტული ამტკიცებს რომ პლატონი ცდებოდა ამაში და სოკრატე ცდებოდა იმიტომ რომ იმათ წარმოდგენილი ასე ჰქონდათ რომ სუბთა ზნეობა და წიგნიერება თანმხვედრი ჰარმონია იყო ხო ანუ ორი ელემენტის ჰარმონია
ასე არა რატო ცნობას ისინი უკავშირე რატო დაუპირისპირდა ის პლატონი ხო დაუშვათ იმ დროიდან სოფისტებს დაუკავშირდა გაილაშქრა მე არისტოტელე მოთხარა ბოლომდე ხო რატო იმიტომ რომ ისინი სრულ ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ და ჭეშმარიტების ფორმულა გამოყავდათ არა ბუნებითი სამართლიდან ანუ ბუნებითობიდან ბუნებრიობიდან არამედ იქიდან რომ აღქმა როგორი ქონდა ადამიანებს და როგორ მე და შე როგორ თანხდებოდით შავი რო შავია და არ იყო ესაც ბუნებრივი ახლა რატო გავინოთ პოზიტიური სამართალი რატო დავიწყეს პოზიტიური სამართალი წარმოშვა ამ შეთანხმების თეორიამ თუ ჩვენ მე და შენ თანხდებით იგი კონსტიტუციაზე როცა ვამბობთ რომ თუ ერი თანხდება რომ ასე უნდა იყოს ხო აი ისახება ის იურიდიული დოკუმენტი ეს უკვე პოზიტიური სამართალი ანუ შეთანხმების სამართალი მაგრამ პარალელურად არსებობს ბუნების ზნეობრივი სამართალი ჩვეულებითი სამართალი ადათობრივი სამართალი რომელიც აქ აქედან არ გამოდის და თუ შეხედავ ამ ძველ ფილოსოფიურ და რელიგიურ ასე ვთქვათ ლიტერატურას ნუ რა არის სხეული არის სულის ნაწილი ხო სული არის გონიერება სული არის ღვთის ნაწილი ადამიანში როცა სული ტოვებს სხეულს რა მოუდის სხეულს კვდება სულმა მიგატოვა სხეული კვდება ანუ მიგატოვა ღმერთმა სხეული კვდება მარტივია ძალიან ხო ამიტომ ისინი სულიერებიდან ბუნებითი სამართლის ფორმულას ეძებდნენ სულიერებიდან ჭეშმარიტებსაც შეიცანი თავი შენ მეტყვაფი არა შეიცანი შენი ფეხი და ხელი კი არა შენი გონი შეიცანი შენი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან ჰეგელი რას წერდა ბატონ დავით ჩემი თავისუფლება არც არ ნიშნავს თუ შენც თავისუფალი არ ახარ თუ მე ვერ დავინახე შენში თავისუფალი ნება და შენ ვერ დაინახე ჩემში თავისუფალი მაშინ მე და შენ არა ვართ თავისუფალი ადამიანები ანუ თავისუფალი გარემო უნდა იყოს თავისუფალი ადამიანები ქმნიან თავისუფალ გარემოს და სამართალს აქვს მე სოციალური დანიშნულებაც სამართლიანობის დანიშნულებაც ეკონომიკური და რა ვიცი ყველანაირი ხო პოლიტიკური შეხედე ახლა დღევანდელ სახელმწიფოს და ეს რომელიმე აი უძველესი თუ გინდა ბუნებითი სამართლიდან გნებავთ პოზიტიური სამართლიდან თუ ემსახურება ამას აი მაგალითად კელზენისტური თეორიაზე მისაუბრია ხო იყო ერთი ჰანს კენზელი ეგეთი იურისტი ცნობილი რომლის პოზიტიური თეორია ცნობილი თეორია იყო ცნობილი კონცეფცია მაგრამ გამოიყენეს ვინ ავტორიტარებმა ნაცისტებმა ბოლშევიკებმა იმიტომ რომ ის წერდა სწორედ ამას რომ თუ ხდება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან ერთი პოლიტიკური ჯგუფი იღებს უმრავლესობას მას აქვს უკვე მინდობილი მანდატი იმისა რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფმა განსაზღვროს რა წესები შესთავაზონ სამართავად სახელმწიფოს ეს წესი არის შეთანხმების წესი ამას ქვია პოზიტიური ნაწილი სამართალში ხო ანუ თუ კობახიძე თulis რომ რახან მე მთავრობა ვარ და რახან პარლამენტი ჩემი პარტიის რასაც მინდა იმას მივიღებ არის კელზენისტური ანუ ძალმომრეობითი სამართალია და არავითარი ბუნებითი ელემენტი შიგნით არ არის და არავინ არ ამბობს ამას რომ ძალმომრეობითია თუ ადამიანის ინტერესი შიგნით არ არის და მარტო კობახიძის ინტერესია როგორ შეიძლება ის კანონი იყოს რას აუმბეთ ძველი უძველესი ფილოსოფოსების და თანამედროვე ფილოსოფოსებით ყველანი სამართლის სპეციალისტებენ იმას რომ არ შეიძლება კანონი ქაღალდის რანგში აყვანილი იყოს კანონი. ისე რას? ქაღალდია დახევდა გადაგდა. თუ ქაღალდო კანონმა არ იმუშავა და წინააღმდეგობა შექმნა, თუ კანონმა კონფლიქტი და კრიზისი შექმნა, კანონი უნდა დახიო და გადააგდო. ეს კანონი აღარ მუშაობს. კანონი თუ კრიზისი კანონმა რომ უნდა იმუშაოს, ეს არის ასახვა, სწორედ იმ ინტერესებისა, რაც ადამიანებს აქვს. მაშინ ხდება ეს პოზიტიური კანონი სამართლიანობის ფარგლებში ექცევა. უდიდესი იურისტი იყო იერინგი, რომელიც წერდა ამას და ამტკიცებდა, რომ მართალია ესე იყო, მაგრამ აბსოლუტიზმის დროს იმპერატორის ნება იყო ძალა, ის იყო კანონი. მაგრამ არც ერთი იმპერატორი არ უშვებდა ამ ძალას შებოჭილობის გარეშე. ბოჭავდა მას ბუნებითი სამართალი, ბოჭავდა რელიგიური ზნეობა. ესე არ იყო, ვისაც რა მოუნდებოდა, ისე აკეთებდა. სამართალი ბოჭავდა ყოველთვის პოზიტიურ ნებას, როგორი ძალაუფლებაც არ უნდა ქონოდა, იმპერატორს სამართლით იყო შებოჭილი და ეს სამართალი იყო სწორედ ბუნებითი სამართალი. ეს არ იყო პოზიტიური, ან მე და შენი შეთანხმების, ან ვიღაცის ნების მიერ გამოხატული და დასტურებული კანონი. ეხლა რა უნდა მოვკითხო მე დაუშვათ რომელიმე მათგან, აი დღეს უსმენდი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობისთვის აი რომ არ ვიცოდე რა თანამდებობა ეკავა და თვალები დამეხუჭა, ვიფიქრებდი რომ შეშლილი ლაპარაკობს. გამახსენე რამაზე ლაპარაკობს. შეშლილი ადამიანი ლაპარაკობდა.
ჭუაზე რო არ არის, გონიერებაზე რო აღარ არის ადამიანის ლაპარაკობა. აი მე არა, რაც გაგახსენებ იგივე პლატონის დიალოგებიდან სოკრატეს საუბრებს. სადაც ალკიპიადეს ეუბნება, ხო, ცნობილი ისტორიული ფიგურა იყო, რომ მას უნდა გამختارება ათენის სტრატეგოსი და შეხვდა და უთხრა სანამ გახდებიო, მანამდე მე და შენო ვისაუბროთო და თუ დავრწმუნდებიო, რომ შენ მზათა ხარ შევუდგე ამ თანამდებობას, მაგრამ აღმოაჩენს ამ დიალოგებში ის ალკიპიადი რომ არაფერიც არ იცის. და არ არის მზად სახელმწიფოს მართვისათვის. ეს რატო იწერებოდა ეს ლიტერატურა, რატო ვკითხულობ დღემდე ჩვენ ამას? იმიტომ რომ სურვილი არ არის მთავარი. მთავარი არის შენ მზად იყო ამ პროცესის. რომელი მათგანია მზად? რაღაცა სისულელე შევახავდა დღეს ერთ-ერთი. რასა უნდა პოლონეთის სახელმწიფო არის ჩვენი მტერიო. იდიოტი ზარქვა იქნებოდა გატოვაგია. შემოგვიგზავნაო სააკაშვილი რო საავადმყოფოში ეწოვა. აგენტურა შემოვიდა ექიმების დასო. ჩვენო ვენდეთო ექიმებს. აგენტურა სად ლაპარაკობ ბოსელში ხარ ლაპარაკობ ადამიანი შეშლილი თუ არა ხარ ამას როგორ ლაპარაკობ და პოლონეთს როგორ აგონებ ამას ვინ გონია ეს პოლონეთი კაცი 40 მილიონზე მეტია რა ვინ გონია კახეთის ის რომელღაც სოფელი ხარ გონია დაუშვათ რაღაც სოფელიდან არის ეგ მოიცა გამახსენე ღმერთო სიღნაღის რაიონი ის სოფელი ხარ გონია პოლონეთის სახელმწიფო მას აქვს თავისი ღირსებამ სახელმწიფოს ის თავის ღირსებას დაიცავს ეჭვია შეგეპარო თამაში და ვის კიდე გამოდის მეორე და რას იზახცი ამერიკის გამახლა მართველი პარტიის ამერიკის კომიტეტის თავმჯდომარეზე ეძახის რომ ესო ამერიკელი ის არის რა ქვია უბილიუსი ვინ ახარ ხალხო თქვენ ესე ზარქვა იქნება შეშლილი თუ არა ხარ ამაზე როგორ ამბობ ეს ხელი სიცხვილია მართლა ესეთი პასაჟები რაღაცა გონიერებასთან ახლოს ხო უნდა იყოს რომ მოგცათ თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა ეგ იმას კი არნიშნავს რაც ენაზე მოგადგებათ ყველაფერი ილაპარაკოთ ეთქვა ბიძინას სიამოვნებს ეს ყველაფერი და ამ სიამოვნების შედეგად მიიღეთ მე შორს არა ვარ ძალიან ამ მოვლენებთან ფინალთან არ ვიყოფები უკვე შორს და ძალიან მალე დავინახავ ყველაფერს. თქვენ დაგინახავთ ძალიან მალე. თქვენ როგორ გითხრათ, დიაგნოზი დასმული გაქვთ. ან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები ხართ ყველანი და უკვე ყველა ამბობს. საჯელს ვერ მოიხდით ციხეში, მოიხდით საავადმყოფოში. ხო, არა, ხედავ ამას, ბატონო და ხედავ, ცოდნა ამათ არა, განათლება ამათ არა, საქართველოს ადამიანების პატივისცემა ამათ მარციან, ქართველი ერის შეურაცხყოფის გარდა არაფერი უკეთებიათ ამ ხუთი განმავლობაში. როგორ შეიძლება ესენი ნორმალურები იყვნენ მის ხარ? ვალერი ერთ ფაქტს გეტყვია სუეცავს მინდა რომ პასაჟის დონეზე გავუშვა. ჰიტლერის დაბადების დღეზე ასლისთავი რო იყო ჭანდაბა მაგისტრს რუსებმა გამოსცეს ფანტასტიკური კვლევა იყო ვრაგ ნომერაჯი. ჰიტლერს ყავდა ისინი SD ეს იყო სამი არაფორმალური დაჯგუფება. აი ეს ხარება როა კრეტინი კიდე ის რო არის ორი თუ სამი დაჯგუფება და ერთმანეთს ახოцინებდა. აი რომე და ხო რემი რომ იყო რემი მაგის სამხედრო მაღლა იყო მაგრამ ერის თქმა მინდა ის ახლა დღეს მოხდა ხარება დაძუყნეს ვინ არ ვიცი ის ბარი არ მახსოვს ის რო არის სინჯიკაშვილი კი ბატონო სინჯიკაშვილის მოადგილე ამ ხარებას მე ფაროსანება მაგრა დაძუყნეს ისინი მოუვარდნენ და ხარება დაძუყნეს როგორ აი სახელმწიფო შექმნეს ამ აი ეს ბანდიტური კლანური სახელმწიფო ჩვენ პოლიცია აი სასამართლო ამ სამსახურში დგას სამწუხაროდ ეს სასამართლო არის ყველაზე გათახსირებული სასამართლოში ვერ არ აინტერესებთ არაფერი რობოტები არის რო მორალის კითხვას იწყებ ხო გაჩერებს იმიტომ რომ არ სიამოვნებს რატო არ სიამოვნებს იმიტომ რომ იმან განა არის ის ახლა 100 თუ ისეა მოსამართლედ დანიშნონ ამოცები მაინც უნდა ჩააბაროს ხო განაჩენო ვალერი საქართველოს სახელმწიფო სახელი მაგრამ რო ეუბნები რომ აი ერთ-ერთმა მაინც მე აი საჯაროდ მოგმართოთ ყველა მოსამართლედ გამოდით ერთ-ერთ და თქვით რა კანონი ან რა სამართლებრივი საშუალება არსებობს რომელიც მე არ ვიცი თქვენ არ იცით რომლითაც უდანაშაულო ადამიანის დაცვა შეიძლება ნუ ერთი ნორმა მითხარით ერთი ამ სახელმწიფო რამე ღირებულება თუ შექმნა ესეთი რომ მე რო უდანაშაულო ადამიანი ვარ და პოლიციელმა დამიჭიროს რითი ვიმართლოთ თავი აი კანონი მითხარით რითი ვიმართლოთ რომელი კანონით ვიმართლოთ იციან საერთოდ კანონები ვერ გითხები ამას მოსამართლეებს
ერთადერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ისიც გამომდინარე ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან რომ ადამიანი რომ დაცულად იგრძნოს თავი ხო მას უნდა ქონდეს რაიმე სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის რომ თავისი უდანაშაულობა ამტკიცოს და შექმნა ასე რომ თუ პოლიციელი ჭხრეკას გიტარებს ორი სუმცირე ხო დაუინტერესებელი ან ნეიტრალური მოწმე უნდა იყოს და ეს უნდა იყოს გადაღებული ვიდეო კამერა. არაფერი დოკუმენტი არ არის. სხვანაირად ვერ ვიცავ თავს, ხო? ამის გარდა ესეც კანონში არ წერეს საკონსტიტუციო ვიცი, პაპრავკა იყო და იმუშავა მაგას. დღეს აი რა სახელმწიფო შექმნეს ამათმა. ხო, შეცვალა. დაუცე, ყველა ადამიანის დაჭერა შეიძლება. მიდი ჩავუდე თუ კი ატომური ბომბი, მივა სასამართლო დაარტყავს ბეჭედს, კი ბატონო, ექნებოდა ამას ატომური ბომბი, აბა რა, თან ჯიბეში ედებოდა. სასაცილოა, ხო? ამ ერთი ჭხრეკა ჩაატარეს ღამის დილის 5 საათზე და ჯიბეში უნახეს საწოლში ჯიბეში სპორტული თეთრად ან სპორტული ეცვა საწოლში რო ეძინა და ჯიბეში უპოვეს ნარკოტიკს. ქვედალოცვილი შვილებო ცოტა რეალურად მაინც ქენით რა. ზილში რაფერ ახლა ეს ასე იყო რომ თან 1 გრამი კი არ იყო. 20 მოხმარება იყო რა. ვალერი ბოდიში რა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ვაგონობით შეყარეს ცვლილებები. სულ გაგიჟდა ეს ყობახიძე. მე გითხარი ეს არ ქონდება ლოგიკა. როგორ შეიძლება გაზომო სამართალი სისულელით. როგორ შეიძლება ეს გაზომო? აი მაგალითად ადამიანი გეუბნება რომ შრომის კონვენციები არ მაინტერესებს. ეხლა როგორ გაზომო? რა ერთად გაზომო ეს? როგორ შეაფასო ეს? არ მაინტერესებს გეუბნება. მე ის მაინტერესებს რომ შეუზღუდო აი მაგალითად ტერმინი, აი მაგალითად რა პრობლემას წავაწყდებით იურისტები ახლა ამასთან ერთად ველაპარაკებოდ. პრაქტიკულად დეპარტამენტის თავმჯდომარეებიდან მოყოლებული საჯარო სამსახურში განყოფილების აი წევრობამდე ყველანი იყვნენ აქამდე და ითვლებოდნენ სახელმწიფო მოხელეებად. ანუ მოხელე იყო. მოხელეს რომ დაერღვია კანონი, ანუ თავისუფლება მოსილება, ის პასუხს აგებდა სამოხელეო დანაშაულით გათვალისწინებული დარღვევებისთვის, ხო? ან სამოხელო თავის ცალკეა სისხლის სამართლის კოდექსში. ეხლა ესენი ყველანი არიან შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანები. ხსამი რო აიღოს არ არის მოხელის თანამდებობის პირის მიერ აღებული. შეერბილეს რომ არა, სხვა რამეს აწყდეს, სხვა ჯერ არ გაუცნობიერებიათ ესა რა. ეხლა ეს კი გააკეთეს რომ მოდი რა ვქნათ იცი რომ არ გვიჩივლოს სასამართლოში და რიგები რო არ დაგვიდგეს და კომპენსაციები რო არ მოთხოვოთ, მოდი კანონში ჩავწეროთ რომ დასაქმებულს აქვს უფლება თავისი ნებით გაათავისუფლოს ადამიანი, ხო? ეს ქონდა სხვადასხვა დასაქმებას მე ხო, დამსაქმებელს მოდი. წინა ხელისუფლების დროს შრომის კოდექსში იყო ეს და ესე რომ მოვიდნენ, გაასწორეს. თქვენს რომ არა დამსაქმებელს არ აქვს უსაფრთხო გაუშვას. მაგრამ ახლა პირიქით ქნეს, დაუდგა დრო. ესე იგი თურმე ხედავთ ნაცებმა რომ ეს შესწორება შეიტანეს მაშინ და გაუქმეს ამათმა რომ ხედავ რა აუსულის ხალხი იყო ნაცები ექსპლუატაციას ეწეოდნენ დასაქმებულებს. ეხლა ამათმა საჯარო სამართალში გადმოიტანეს. ის შრომის სამართალში. ანუ ამათმა რა დაამძიმეს ეს გირები ჩამოგიდეს ყველაფერს რა. ანუ მაქსიმალისტური სისასიზღრე გააკეთეს შრომის უფლებების დაცვაში. შრომის უფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი უფლება, მაგრამ ელაპარაკი ახლა კონვენციურ სამართალზე. რაც გინდა ამათ ელაპარაკი, არაფერი არ ჭრის. იმიტომ რომ ამათ ტვინში არანაირად არ ჯდება, ამათ ტვინში არის ერთ-ერთი როგორ მართოთ, ასე ვერ მართავთ. სულ მალე ჩამოგემხობა თავზე თქვენი მართვა, იმიტომ რომ როგორი ჯარიმებიც არ უნდა გამოაცხოთ, როგორი უსამართლობაც არ უნდა დანერგოთ, როგორი ასე თქვა თვითნებობითაც არ უნდა საჯარო სისტემა. შედეგს მიიღებთ ხარებას. და იმ შინჯიკაშვილს და მე დაერევით ერთმანეთს და მე ესწრით ერთმანეთს და აი ეს იქნება თქვენი შედეგი, იმიტომ თქვენ ცხოვრობთ არა კანონიერ რეგულაციებში, არამედ თვითნებობაში. თვითნებობა პარპაშებს ყველგან. ხო, ამიტომ ქუჩა არის დღეს კანონი. არავით არის სხვა ადგილი. სამართლებრივ სივრცეს არ გააჩნია გარდა ქუჩისა. იქ მოისმენ ლეგიტიმურ აზრებს, ჯანსაღ აზრებს, სწორ შეფასებებს და მოთხოვნებს, სოციალური მოთხოვნა კანონი როგორ უნდა იქ მოისმენ. ანუ ვეღარ ისმენ სახელმწიფო ტელევიზიებიდან ამას, ვეღარ ისმენ სახელმწიფო თანამდებობის პირებიდან, ხელს აწერენ სისულელეებს, ანუ რა ვიცი ახლა როგორ გითხრა. ზღვარი სად არის? კარგი, მე დავუშვათ რომ ვარ სიტყვაზე ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და არ ვიცი კანონები.
მაგრამ იურიდიული სამსახური ხო არის იქ? იქაც ჩიტირეკეების ის. იმან ხო უნდა უთხრას რომ მოდი რა ეს ნორმა ასე არ შეიძლება. არა, იქიდანაც როგორი რაღაცა იცი? თელი აი დემონიზებულია ყველაფერი რა. ანუ ყველაფერი არის როგორი იცი რუტინაში ჩასმული, მოთხოვნებში ჩასმული და შეკვეთაში ანუ იმ ფარგლებს ვერ გადის ვერავინ რა დირექტივაც აქვს. ანუ სახელმწიფო ეს შემოქმედებითობა ეს რა ქვია სამართლიანობა ინტერესების სტიმულირება ეს ყველაფერი არის უკვე დავიწყებული თემა სახელმწიფოში. და როგორ ახლა ეს როგორ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს? სულ მე ქართველებს პირიქით ვეუბნები არ გვინდა არავითარი აგრესიები სულ 15 დღეში დამთავრდება ყველაფერი დავთვალოთ დღე ეს რაღაცა გული მიგზნობს რომ მაქსიმუმ ახლა ხალხი ხო საახალწლო იმაშია ხარჯებშია დღეს ახლა ვერ შევედი ბანკომატთან ვერ მივეკარე რა ესე ყველა რიგები იყო ეს სახელმწიფო და თანაზოგის რესურსები იწურება ხო და კიდევ ერთი მე usvеndi ბიზნესმენებს იმპორტის ყველანაირი ასე ვთქვათ რესურსიც შემოტანილი ან ფული გასული იანვრის შუარიცხვებიდან ეს გამოილევა და შევსება ჭირდება ბაზარს ხო იანვრის შუარიცხვებში უკვე ჩვენ გვექნება მასიური სანქცია იქნება მესვატყებული მიგონავს ვინც ბიზინა ივანიშვილს სახეს იცნობს სახეს ხო გუშინ ის ხდომაზე იჯდა წაშლილი სახით საერთოდ რა უნდა და იქ და ესენი ამბობენ რომ საერთოდ ბიზნესს არ ანაღულებს. ბიზნესი რომელიც მაჰათმა განდია, ზუსტად გამსახურდია იდეებს გაიგინა. ზუსტად გამსა მაჰათმა განდვა, კი, თავი გაწირა იდეის გამო, კი ბატონო. იმიტომ რომ ის ქონება არ გააჩნდა და მისი ღირებულება არ იყო ქონება. საერთოდ შვილიშვილი ყავდა და კი არ ამოეფარა შვილიშვილს. იფიქრა ღმერთს უნდა და არა, ბევრი ფილოსოფოსი, ბევრი ცნობილი ანტიკური მოღვაწე თუ შუა საუკუნეების მოღვაწე ამით ცნობილი, რომ მათ სიმდიდრე მატერიალური არ გააჩნდათ, მაგრამ გააჩნდათ სულიერი სიმდიდრე. ხო, და ამის არა აქვს რა, ხა ბიზნესზე ვინ უნდა იბრძოლოს იდეისთვის და ვინ უნდა გაყვეს ბიზნესში. ეხლა როგორ არის ყველა ვინც მოუწოდებს აწირო და სანქციურდება, მარტო ბიზნესში ასე ვთქვათ მოუთათუნეს ერთ ლოყაზე. ეს სანქცია ისეთი არ არის, რომ ოჯახი დაღუპოს და დააქციოს და საბანკო სისტემებში საერთოდ პრობლემა გააჩნდეს. ბიზნეს ქეში ფული იმდენი ექნება თავისთვის სულეყოფა ეგ საქართველოში იქნება, მაგრამ მარტო ბიზნესი ხო არ არის სახელმწიფო. მე usvеndi ჩართვა იყო გუშინ არ ვიცი ხა პირდაპირ გადაცემა ვერ ვნახე ეს პირველ არხზე, მაგრამ ირაკლი რუხაძესა და ვასილ მაღლაფერიძის ამონაგლებს ასე ვთქვა დიალოგისას. ის კაცი სწორად ლაპარაკობს, მე მომწონს თუ არა მშობლობა. ის რუხაძე ამბობს რომ შებერტელია ამერიკული სკოლა პატრიოტიზმზე ველაპარაკები უთხრა. მე ვაქო ბანკი უთხრა. და თუ სანქცია ამერჯერად სანქცია მიიღო მასშტაბური სახე და გადმოვიდა ყველაზე ჩვენზე ჩვენ დაღუპულები ვართ უთხრა. ჩვენ არაფერი აღარ გვიშველისა და გამორიცხეთ. ამას გეუბნებათ თქვენი მთავარი იდეოლოგია, იმედი გეუბნებათ, იმედის ხელმძღვანელი. გაი შეიბერწყეთ ყური. მე ხო არ გეუბნებით ამას. ის კაცი პანიკაში ინგლისის მოქალაქეა, ამერიკის მოქალაქეა, საქართველოს მოქალაქეა. პანიკაში რატო? საკმარისზე მოხდეს სანქცია და მისი ფინანსური იმპერია დასრულდება. ჩამოიშლებიან აბა. და ვინ გონიათ ახლა თქვენ კიდე ვინ არიან მაგის ღირსი? აი რა ვანო ჩხარტიშვილის გონია რომ მისი იმპერია არ დაინგრევა თუ ინგლისი მას დააფინანსდა და სანქცია. თუ იმას გონია რა ქვია? ახალციხელი მეწამლეროა რა გონია? ოიმე. ძალიან რო გამოდის ხოლმე. ობოლაძე. ხო, მაგ ობოლაძეს გონია რომ ჩვენო ფინანსურის გაუძლებ. ვერ გაუძლებ, რაღაცას გაუძლებ, მაგას დავინახავ ბატონო ობოლაშვილი. დაიქცევით, დაინგრევით. მე და დათო აკუბარდიას ეგ სადარდებლად არ აგვაქვს. ჩვენ ხას ვაფშე. მე თუ გინდა კისერი ცხოვრება ჩვენ სიღატაკეში ვიცხოვრეთ. ფული ჩვენ არ აგვაქვს, ქონება ჩვენ არ აგვაქვს, დაჩა ჩვენ არ აგვაქვს, არაფერი ჩვენ არ აგვაქვს, ხო? ჩვენი მტკიცებულებები, ჩვენი სიღატაკე. არ ჭირდება მას მოწმე. ხმები, არა, ძალიან სუდად აქვს საქმე. მაგრამ ჩვენ რატომ შეგვეშინდეს იმ კრიზისის? ჩვენ საერთოდ რატო უნდა გავივლოთ თავში ეს? ეს კრიზისი თუ ვინმეს მოსწონს, პირველ რიგში ოლიგარქებს მოსწონს. მარტო ხელისუფლებას ჩაყვება მაგას. მაგრამ აქ მოყვება სოციალურად აი ყველაზე დაბალი ფენები აი ამ როგორ გეტყვით წრეხში, იმიტომ რომ ფული გაუფასურდება, ვალუტა დაიწყებს ისეთ ცვლილებებს, რომ
ის პენსია 300 ლარი რომელიც აქვს არ ეყოფა საჭიროებს. ვალერიკო, გაგახსენებ დიდი ბოდი. მე როგორ უნდა გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, გაზი თუ გამოურთეს, დენი თუ გამოურთეს. მაგასავი დაარები, ყველაფერი ციკლია. აბატი რა, ქალები 9-17 წელს 8 მარტს გამოვიდე რა, პური არ იყო ქალაქ 3 დღე. ასე იქნება აქა. ეს არ არის ის პროგნოზები. ვიღაცა თქვა ამასინად რომ ოპოზიციას უხარიაო ესე რომ ხო. გიარ გიხარია, გეუბნებით თქვენ შვებით ამას. მაგენი შვებიან, აბარა. და თქვენ რო გეძახით რომ არ გააკეთოთ ეს მოხდება, თქვენ გეძახით ამას. და იმ ხალხს კიდე რო გონია რომ წამოწოლილია და არხეინად უყურებს იმ იმედს რომ დაარტყავს ამ თვის ბოლოს ეს პრობლემები და მე ვა რატომ მოხდა? ვა იმიტომ მოხდა რომ სახში ზიხარ და არ ეუბნებით არავის არაფერს. ხა უბრალოდ ხალხი ბევრი გამოდის, სამ ბევრი გამოდის, ყოველდღიურად გამოდიან. ეხლა ეს არ ხوار არის, რაღაცა გარეკილია რა, რომ აი გაბრმავებენ ხალხო და მართა პრობლემა ხართ, უკვე თქვენ ნაციონალური პრობლემა ხართ. გვაბრმავებ ჩუქს რო გამორთავებ, მართლა დაგვაბრმავებ და ვინ გამორთავს? ფული არ იქნება გადასახდელი და გამოირჩევენ შუქი ხო? ზამთარში ხო რუსულ ფულზეზე საქართველოს. ანუ ტარიფი წავა ისეთ რომ რო არის ახლა დაუშვათ რაღაც 20 წელი გახდება ლარი და ვერ გადაიხდით უბრალოდ. ერთი სიტყვი დიდ შეხში ვარ და ვალერი გამიშვი რეკლამაზე და მაინც მინდა რომ აი ეს წელი შევაჯამოთ. მაინც შევაჯამოთ, მაგრამ მაინც მეორე ნახე რომ დავიწყოთ ბიზნესად დავიწყოთ. ბიზნესად მოუწოდოთ. არავით არის განდი შენ არ ახარ ბატონო ბიზნეს. მაინც მოგიწევს. მაინც იმის აღიარება რაც არ გინდა და დროზე ქენი ესა და ისე მართა გვიან ხდება, მაგრამ საერთოდ ვერ ხდება რაღაც სისულელეში გაეხვია. ეს ბრიყი იმის გამო კაცოები ვიღაცა მიშა თუ მოიშეია რატო გარისკა ამ ხელას 600 მილიონზე მეტი დაკარგა რეკლამა და ამის მას შემდგომ ბიზნეს ავკარგზე ვისაუბრეთ ბატონებო დაგველოდეთ